მქონია შემთხვევასაც ამბობენ რომ ბავშვმა გამოიწვია. ბავშვმა გაუკეთა პროვოცირება და აბა რა იქნა? და ნახეთ ახლა აქ რა საინტერესოა ეს როგორ უკავშირდება მეცნიერულ ცოდნას. 12 წლამდე ასაკის ბავშვს თავისი ტიპიური განვითარებიდან გამომდინარე შეიძლება ქონდეს კითხვები, ინტერესი, ეძებდეს ინფორმაციას დაუშვათ ინტერნეტში თუნდაც, მაგრამ არ გააჩნია ეროტიკული განცდები. ის ვერავის ვერ გამოიწვევს, ანუ სანამ ის პუბერტატის ასაკში ამას ეროტიკული ინტერესი აქვს, მაგრამ ეროტიკული განცდები არ აქვს, ამიტომ ის ვერავის ვერ გამოიწვევს და რა თქმა უნდა ისედაც ბავშვის ასაკიდან გამომდინარე მას არ შეუძლია შეაფასოს და არათავსებადია ეს მის ასაკთან, მის ცოდნასთან, რაც მას ამ ასაკობრივად, ამიტომ ის ვერავის ვერ გამოიწვევს. და თუ გამომწვევი სექსუალური ქცევა აქვს, ეს არის ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ ბავშვმა რაღაც ისეთი გამოსცადა, რაც მისთვის არის საზიანო. აი, პირიქით, თუ ბავშვს აქვს გამომწვევი სექსუალური ქცევა, ეს უნდა იყოს სიგნალი, რომ ბავშვს დაელაპარაკო, რა გამოცდილება აქვს, რა ცოდნა აქვს ამ საკითხებთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი ნიშანი სექსუალური ძალადობის გამოცდილების არის სწორედ გამომწვევი სექსუალური ქცევა, ან მეორე არის რომ საერთო დისტანცირება, საერთოდ მე აი ცხოვრების შემდგომ დისტანცირებაში გულისხმობ, რომ აი აბსოლუტური დესექსუალიზაცია, აბსოლუტური მე როცა იზრდებიან, საერთოდ ვერ აწყობენ აი პარტნიორულ ურთიერთობებს და მათთვის ეს არის ძალიან საშიში, სახიფათო ურთიერთობა.